კბილის ძაფით ამოღებისას შესაძლოა დაზიანდეს და გაიხეს ღრძილი, რაც ტკივილს, სისხლდენას და ინფექციის რისკს ზრდის. მსგავსი პროცედურა არასტერილურია. მიკრობებიც მარტივად აღწევენ ღრმა ქსოვილებში და ამის შემდეგ ღრძილების ანთებაც იწყება. ხოლო მოულოდნელი და უხეში მოძრაობა კი ბავშვს ძლიერ ტკივილს აყენებს და სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ უდიდეს შიშს უყალიბებს. იცოდე, არასწორად ამოღებული რძის კბილი უდიდეს გავლენას ახდენს ქვეშმზარდ მუდმივ კბილზე, რაც შემდგომ არასწორი თანკბილვის ერთ-ერთი მიზეზი ხდება. სტომატოლოგიურ კლინიკა კოპალდენტში ბავშვთა და მოზარდთა ექიმი მარიამ კოჩლამაზაშვილი თქვენს პატარებს კბილებზე უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ უმკურნალებს. მარიამს ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიაში 11 წლიანი გამოცდილება აქვს, რომელსაც დღემდე წარმატებით ახორციელებს. გადავწყვიტე, რომ გამხდარიყავი მე სტომატოლოგი, ბავშვთა სტომატოლოგი. კოპალდენტი საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომლის ხელმძღვანელიც და მმართველიც ნაზი კოპალეიშვილი მსოფლიო ქალგამომგონებელთა სამეულიდან მეორე ადგილზეა და ოქროს მედლის მფლობელია. ყოველი კბილი ჯანმრთელი ღიმილის ნაწილია. კოპალდენტი.